2014 წლის სამოქმედო გეგმა და პროგრამები გააცნო ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს. მევენახეობის განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია, უნიკალური ჯიშების აღდგენა და სამეცნიერო კვლევების წახალისება. ლევან დავითაშვილი მეღვინეებს სააგენტოს მთავარ მიმართულებებზე ესაუბრა. არის ბევრი ახალი სახელმწიფო პროგრამა, ეს გულისხმობს როგორც ქართული ღვინის პოპულარიზაციას სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე, ისევე ზოგადად ადმინისტრირების გაუმჯობესებას დარგში, ღვინის ადმინისტრირების რეფორმას, ასევე საინტერესო სამეცნიერო პროგრამების დაფინანსებას და განხორციელებას. Ქონდა საუბარი იმაზე, რომ ღვინის ასე ვთქვათ ტესტირების და დეგუსტაციის სისტემა გაუმჯობესდება, დაგეგმილი არის, რომ ვენახების კადასტრი შეიქმნას, რომელიც საშუალებას მისცემს დარგს, რომ იცოდეს თუ რა ფართობებია და რა რაოდენობის, ასე ვთქვათ, მოსავალი შეიძლება იყოს ამა თუ იმ თვალზე. 2014 წელი საკმაოდ საინტერესო იქნება, ვინაიდან სამეთმა აჩვენა, რომ განვითარებაში მიდის ჩვენი დარგი, როგორც საინვესტიციო მიმართულებით, რომ უშუალოდ საწარმო ზონების განვითარების, ეს იქნება მაგალითად რეგიონალური მეღვინეობის განვითარების მიმართულებით, ეს იქნება უცხო ვაზის ქართული ვაზის ჯიშების აღდგენის მიმართულებით.